მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩემს არხზე და მე ვარ ნინია აბაშიძე. დღეს მინდა შეგასწავლოთ ესეთი ყურძნის ყელსაბამი. თუმცა სანამ დამზადებაზე გადავალთ, მინდა გთხოვთ გააქტიუროთ გვერდი და მოიწონოთ ეს ვიდეო გაკვეთილი. მოვიმარჯვოთ მაკრატელი, ნემსი, ზუა, ჩამკეტი, ეგრეთ წოდებული კარაბინი, აი მსგავსი და ბისერი დაგვჭირდება თეთრი, ყვითელი და მწვანე ფერის. ეხლა კი შევუდგეთ დამზადებას. ნემსზე ავაგოთ დაახლოებით 50-60 სანტიმეტრით ზუა და დავიწყოთ ჩამკეტზე ჩამაგრება. გავატაროთ ჩამკეტის ნახრეთში, ჩავიტანოთ ბოლოში და გადავკვანძოთ რამოდენიმეჯერ, ხოლო ზედმეტით ზუა მივაჭრეთ. ნემსზე ავაგოთ 10 ცალი თეთრი ბისერი და ჩაუშვეთ ქვევით. შემდეგ ავაგოთ 1 ცალი მწვანე ფერის ბისერი, ჩავუშვათ ქვევით, ჩავიტანოთ ქვევით და ვატარებთ ქვევიდან ზევით მიმართულებით ისევ მწვანე ბისერში. მოვჭიმოთ კარგად. შემდეგ ავაგოთ ნემსზე 2 ცალი მწვანე ბისერი, უკვე 2 ცალი ბისერი გვჭირდება, ჩავუშვათ ქვევით, ჩავიტანოთ და ვატარებთ აი პირველ მწვანე ბისერში. ქვევიდან ზევით მიმართულებით. გავატარებ კარგად. მოვჭიმა. შემდეგ ვატარებ აი ამ 2 მწვანე ბისერში. გავატაროთ. და ეხლა დაგვჭირდება 3 ცალი ყვითელი ბისერი. ავაგე 3 ცალი ყვითელი ბისერი, ჩავუშვი და იუცქირეთ ზუა გვაქვს ქვევით და ვატარებ ზევიდან ქვევით მიმართულებით ისევ იმავე 2 მწვანე ბისერში. გავატარებ კარგად. მოვჭიმავ. ეხლა ვბრუნდები აი ამ 3 ყვითელ ბისერში, ქვევიდან ზევით და ავაგოთ 2 ცალი ყვითელი ბისერი. 2 ცალი ყვითელი ბისერი ჩავუშვათ, აი ზუასადა გვაქვს. ვაგებ ქვევიდან ზევით ისევ 3 ცალ ყვითელ ბისერში. გავატარეთ, მოვჭიმოთ. შემდეგ გადავდივარ გვერდით 2 ცალ ყვითელ ბისერში. და აი ეხლა დამჭირდება 1 ცალი ყვითელი ბისერი. ხოლო ვატარებთ, ნახეთ, უცქირეთ, ზუა გვაქვს ქვევით, ანუ ზევიდან ქვევით მიმართულებით. გავატარეთ, მოვჭიმოთ. აი ზუასადა მოდის. ზუა ამოდის აი ამ ბისერში. ვატარებ გვერდით მდებარე 3 ყვითელ ბისერში ერთდროულად. შემდეგ გვერდით მდებარე 2 მწვანე ბისერში ვატარებ და ვბრუნდები აი პირველ მწვანე ბისერში, აი ამ პირველ ბისერში, მხოლოდ მწვანე ბისერში. გავატარეთ. მივიღეთ ჩვენი პირველი ყურძენი. ვაგრძელებთ. ეხლა დაგვჭირდება კვლავ 10 ცალი თეთრი ბისერი ყურძნებს შორის ინტერვალისთვის. ავაგოთ 10 ცალი, ჩაუშვათ ქვევით, ჩავიტანოთ ბოლომდე. შემდეგ დაგვჭირდება 1 ცალი მწვანე ფერის ბისერი, ჩაუშვათ, ჩავიტანოთ ქვევით და ვბრუნდებით მწვანე ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით, მხოლოდ მწვანე ბისერში. მოვჭიმოთ კარგად. ეხლა ავაგოთ 2 ცალი მწვანე ბისერი,
ჩავუშვათ ქვევით და ბრუნდებით აი მწვანე ბისერში, პირველ მწვანე ბისერში ქვევიდან ზევით მიმართულებით. მოვჭიმოთ. შემდეგ გადავდივართ მომდევნო ორ მწვანე ბისერში. ჩავუშვათ და ეხლა დაგვჭირდება 3 ცალი ყვითელი ბისერი. ავაგეთ. ჩავუშვათ ქვევით. ძუა გვაქვს ქვევით, ანუ ვატარებთ ზევიდან ქვევით ისევ იმავე ორ მწვანე ბისერში. გავატარებ, მოვჭიმავ. ეხლა ავდივარ აი ამ სამ ყვითელ ბისერში უკაცრავად ქვევიდან ზევით. დაგვჭირდება 2 ცალი ყვითელი ბისერი. ჩავუშვათ ქვევით და აი ძუა გვაქვს ზევით და ვატარებთ ქვევიდან ზევით. აი ამ 3 ბისერში. გადავდივართ აი ამ ორ ბისერში, ამ ყვითელ ორ ბისერში. და ეხლა დაგვჭირდება 1 ცალი ყვითელი ბისერი. ავაგოთ 1 ცალი ყვითელი ბისერი, ჩაუშვათ და ვატარებთ ზევიდან ქვევით მიმართულებით აი ამ ორ ბისერში. მოვჭიმოთ. შემდეგ გვერდით მდებარე 3 ყვითელ ბისერში. ვინაცვლებთ აი ამ ორ მწვანე ბისერში და ვუბრუნდებით საწყის ეტაპს. პირველ მწვანე ბისერში ვატარებ. ესე ვაგრძელებთ ბოლომდე, მოვგსოვოთ კისრის გარშემოწირულობაზე. ეხლა დამჭირდება კვლავ ინტერვალი. ყურძნის მოქსოვისას ძალიან არ მოგაჩოთ.
მივიღე ჩემთვის სასურველი ზომა. ეხლა ავაგოთ 20 ცალი თეთრი ბისერი. 20 ცალი ბისერი ავაგოთ ნემსზე. ჩაუშვათ. ეხლა გადავთვალოთ 10 ცალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. აი მე-10 ბისერში ვატარებ უცქირეთ მე-10 ბისერიდან ვიწყებ უკუსვლას. ვატარებ ყველა თეთრ ბისერში, აი, ანუ უკან მოვდივარ. და ვაკეთებთ მარყუშს. აი, ეგეთი მარყუში გვექნება. ჩავდივართ. აი, მწვანე ფერის ბისერი, სადაც არის, აი, იმ ადგილას. შემდეგ გავატარებ მწვანე ბისერში. ავდივარ, აი, მეორე ორი მწვანე რო გვაქვს, აი, იქ ავდივარ. ბრუნდები ისევ მწვანე პირველ მწვანე ბისერში და აქვე გადავკვანძავ. აი, გადაკვანძვა ვიცით. რამოდენიმეჯერ გადავკვანძოთ, რათა არ დაირღვას. ეხლა გავატარებ ისევ მომდევნო ინტერვალის ბისერში, აი ამათ 10 ცალ ბისერში გავატარებ, რათა დავმალო კვანძი და იქვე მივაჭრი ზედმეტ ძუას, აი. ესეც ჩვენი დასრულებული ვერსია. გემშვიდობებით მომავალ ვიდეო გაკვეთილამდე.